ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 100,000-ობით ემიგრანტს არჩევნებამდე 3 წლით ადრე წაართვა. საქართველოს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის. პაპუაშვილს ეშინია, რომ უცხოეთში მყოფ ემიგრანტებზე ვინმე გავლენას მოახდენს და არჩევანს თავისუფალ გარემოში ვერ გააკეთებენ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. რისი ეშინია ქართულ ოცნებას, ემიგრანტები ამ პარტიის მხარდამჭერები არ არიან. 2016 წლის შემდეგ იზრდება იმ ამომრჩევლის რიცხვი, ვინც უცხოეთშია და ქართულ ოცნებას არ აძლევს ხმას. ბოლო 2024 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ ანტირეკორდი მოხსნა და ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13%-იანი მხარდაჭერა მიიღო. სადაც არჩევნები არ ყალბდება, იქ ოცნებას უმრავლესობის მოპოვების მცირე შანსიც კი არ აქვს. ფიქრობენ ის ორგანიზაციები, ვინც წლებია არჩევნებს აკვირდებიან. ვერ ახერხებს ქართული ოცნება, რომ ვერც ისინი მოისყიდოს და მათზე სხვა ტიპის ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ ეს ადამიანები ცხადია, მათთვის არის პრობლემა. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხს უნდა კონდეს შესაბამისი ფორმით აი ამ ძალაუფლების გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის და საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება. როდესაც ამ უფლებას უზღუდავს საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, მათ ართმევ კონსტიტუციით გარანტირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ უფლებას. გლობალური ტრენდი იქითკენ მიდის, რომ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე უპრომერი საშუალება ეძლევა პირიქით ემიგრანტებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ჩვენ ფაქტობრივად გამნის, რომ უკან მივდივართ. მომდევნო არჩევნები 3 წლის შემდეგ არის, რატომ გააუქმეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ახლა. ჩნდება ეჭვი, რომ ოცნება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. ამიტომ სამზადისი უკვე დაიწყო. იცის, რომ მცირე შანსიც კი არ აქვს საზღვარგარეთ უბანზე რაიმე შედეგი დადოს. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განსაზღვრავდეთ საერთო წინააღმდეგობის სტრატეგიას. იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, იციან ისიც, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, შესაბამისად რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა. გადაწყვიტა, რომ ქვეყნის გარეთ ჩვენს, რა ვიცი, უამრავ ადამიანს 100,000-ობით მილიონზე მეტ ქართველს საერთოდ ჩამოართვას ხმის მიცემის უფლება. შესაძლოა საბოლოოდ მივიდეს იქამდე, სადაც, რა ვიცი, ბატონი პაპუაშვილები თუ ვიღაცები კანონში ჩაწერენ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩეველს ექნება საარჩევნო ხმის უფლება ამ ქვეყანაში. საარჩევნო უფლების ჩამორთმევასთან ერთად მოქალაქეობას გვართმევენ, ასე პასუხობენ ქვეყნიდან იძულებით წასულები მათ წინააღმდეგ განწყობილ ოცნებას. ემიგრანტებს არაერთი პრობლემა შეექმნათ არჩევნებში მონაწილეობაზე. 2024 წელს ოცნებამ ახალი საარჩევნო უბნები არ გახსნა. კილომეტრების გავლა უწევდა და საარჩევნო უბნებზე მისულებმა ოპოზიციური პარტიები შემოხაზეს. ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც ჩვენ დავარქვით, მიდის ახლა კონსოლიდაცია იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, ერთ ვერტიკალს ემსახურებოდეს, რომელიც თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, რუსეთისგან იღებს ინსტრუქციებს, მათ არ ადარდებთ არაფერი სხვა. ჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა თავდაუსხმელობის შეთანხმების მისაღებად, რომელიც არ აქვს. და სავარაუდოდ ესენი ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის ვადამდელი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ ევროპარლამენტს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საკითხების მინისტრს ასევე ისევ, რომ ისაც საქართველოში ხდება, როგორმე მოხდეს ამ ყველაფრის შეჩერება. სახეზეა მყარი დიქტატურა, გვეუბნება პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი. საფრანგეთში დიასპორის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ემიგრანტებს მათ სადამშრალო ღონისძიებაზე საპასუხო რეაქცია ექნებათ. შიგნით საქართველოში ციხეში გაგზავნით და უცხოეთში ნებას არ მოგცემთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ. ეს არის სუფთა დიქტატურა. ვიცი რა იქნება აქციები საქართველოში და ჩვენს აქ უცხოეთში ყველგან არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთლიან ევროპაში და უფრო შორს კიდევ
ვამზადეთ მწვავე რეაქციებს და აქციებს. ემიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. 2025 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე მეტი გადმორიცხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ფიქსირდება. დიდი წილი სწორედ ემიგრანტების შემოსავლებია. ემიგრანტები საქართველოს საშუალოდ რიცხავენ 4 მილიარდ დოლარს. ამის 70% მოდის ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატებს. არათუ გადასახადებში ხდნენ, არამედ არჩენენ ამ ოჯახებს საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ეს გადმორიცხვები, რაც ვახსენეთ. შესაბამისად, მათთვის საარჩევნო ხელისუფლების წართმევა არის ყოველად არაქართული და ამორალური საქციელი. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. რამდენიმე კვირაში ემიგრანტებს ოცნება ხმის მიცემის უფლებას წაართმევს.